მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას ემოციებზე, პარტნიორის ემოციებზე. რა ემოციები აქვს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ? რა ემოციები აქვს ადამიანს თქვენს მიმართ? მე კი შეგახსენებთ, მოიწონოთ არხი, გამოიწეროთ, კომენტარები ნუ დაგეზარებათ და მე აქტიურობის მიხედვით გადავხედავ თქვენს კომენტარებს და ერთ-ერთ თქვენგანს, კვირაში ერთ თქვენგანს გავუკეთებ პირად გაშლას ერთ კითხვაზე პასუხს. ეს იქნება ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გამოხატული. მაშ ასე, თქვენი პარტნიორის ემოციები თქვენს მიმართ. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. კონცენტრირდით, ჩაიფიქრეთ, წარმოიდგინეთ თქვენი პიროვნება, ვისაც უყურებთ გაშლას, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მეორე გადავდოთ, მეორე ვარიანტი და პირველება. მოგესალმებით. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ დასრულდა რაღაც, დასრულდა ბედნიერი პერიოდი თქვენს შორის, დასრულდა ის ლამაზი, შვიდი, რაღაც სტაბილური პერიოდი და ამიტომ ეს ადამიანი განცალკევებულია, ჩაღრმავების პერიოდი აქვს, თავის თავში უკვირდება მიმდინარე პროცესებს, აანალიზებს თავის ბრალეულობას აი ამ ურთიერთობაში და ემოციურად მარტოსულია ეს ადამიანი. რა ემოციები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ? ეს ადამიანი შინაგან კონფლიქტშია თავის თავთან, ხვდება, რომ მანიპულატორობდა თქვენთან, ხვდება თავის დანაშაულს თქვენს მიმართ, ხვდება, რომ ის მხოლოდ თავის თავზე იყო კონცენტრირებული ამ ურთიერთობაში და სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობის რღვევა და ამიტომ ეს ადამიანი არ გრძნობს თავს კარგად. მისი ემოციები თქვენს მიმართ. მისი ემოციები. ის ფიქრობს, რომ დაკარგა ის ერთი შანსი, რომელიც ჰქონდა ამ ცხოვრებაში და ეს იყავით თქვენ. ის ფიქრობს, რომ ახლა ბეწვის ხიდზე გადის და ფიქრობს, რომ გაუშვა ხელიდან თავისი დანაშაულით, თავისი ბრალეულობით გაუშვა ეს შანსი, რაცაც თქვენთან ყოფნა ქვია. მისი ემოციები თქვენს მიმართ. ხვდება ეს ადამიანი და ფიქრობს, რომ როდესაც თქვენთან იყო, სავსე იყო ემოციურად, თვითკმარი იყო, ძალიან კარგად და ბედნიერად გრძნობდა იმ მომენტებში თავს,
მაგრამ მას მერე რაც ურთიერთობა დაიძაბა, ძალიან მარტოსულია. რას განიცდის ეს ადამიანი ახლა თქვენს მიმართ? ამ ადამიანს აქვს არჩევანი, მეგობრებო, როგორც ხედავ, შეიძლება მას სტაბილური ოჯახი ყავს და ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაშია ეს ადამიანი. როგორც გითხარით, მხოლოდ თვითჩაღრმავება გაანალიზებაშია და რომ გითხრათ, რომ მოქმედებებზე წამოვა და გააქტიურდება, ახლა ამჟამად ეს არ ჩანს. აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ ასევე აქვს მას არჩევანი, მას შეიძლება ყავს სტაბილური ოჯახი და მერყეობს ვერ გადაუწყვეტია, რომელი გზით წავიდეს. ემოციები. არასვენებს მუდმივი ფიქრი, განცდა. ასევე ძალიან ემოციური ფონი საკმაოდ გამძაფრებული აქ ამ ადამიანს, არასვენებს ეჭვები თქვენს მიმართ. ღამეც არ აქვს მოსვენებულ მდგომარეობაში ძილი მას, მუდმივი შფოთვი და ეჭვიანობა არ აძლევს და დანაშაულის შეგრძნება მას იმის საშუალებას, რომ იყოს მშვიდად. მადლობა პირველებო და ვნახოთ მეორეები. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ემოციები თქვენს მიმართ ახლა და ამჟამად. თუ ეს ადამიანი მანძილზეა, მეგობრებო, ან სხვა ქვეყანაშია, ის ეძებს გზებს თქვენთან დასაბრუნებელს. ის ვეღარ იღებს თქვენგან იმ სტაბილურობას, ემოციებს და მას ძალიან აკლია თქვენი ენერგია, მას ძალიან აკლია თქვენი ემოციები, რომელიც ოდესღაც ავსებდა. ამ ადამიანს სურვილი აქვს დაბრუნების, როგორც გითხარით, აქ უფრო შორ მანძილს მიჩვენებს და ის ეძებს შანსს, გზებს, რათა მოვიდეს თქვენამდე. რა ემოციები აქვს ამ ადამიანს? ეს ადამიანი ახლა შეიძლება გადართულია თავის სამსახურზე, კარიერაზე, ბევრს შრომობს, სხვათა შორის ეს ადამიანი შემდგარი ადამიანია, პროფესიონალი, რომელიც მუდმივად ვითარდება და ძალიან ბევრი რამ ეხერხება და ამჟამად ის გადართულია თავის სამსახურეობრივ მოვალეობაზე. მისი ემოციები თქვენს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი შორსაა ახლა თქვენგან, მან კარგად იცის რა არის მიზეზი ამ ურთიერთობის დანგრევის. მან იცის, რომ თავისი მესაკუთრე ბუნებით, თავისი მანიპულატორობით, მხოლოდ თავის თავზე ფიქრით მან დაანგრია ეს ურთიერთობა და სიცივე შემოიტანა ამ ურთიერთობაში მისმა გულგრილობამ. რა ემოციები აქვს ამ ადამიანს?
მარს დიდი სურვილი აქვს მეგობრებო შეცვალოს სიტუაცია და ნახლა კარგი სტრატეგია ეს ადამიანი ძალიან კარგად აზროვნებს ძალიან ბევრი რამ აქვს გადატანილი ამ ადამიანს და ძალიან კარგად უმუშავებს მას გონება. ამიტომ ეს ადამიანი აანალიზებს ყველაფერს და თავის თავში ეძებს ძალას, რომ შეცვალოს არსებული სიტუაცია თქვენს შორის. მისი ემოციები თქვენს მიმართ. ენატრებით, მეგობრებო, ენატრება თქვენთან გატარებული სასიამოვნო მომენტები, თავის გონებაში ეს ადამიანი მუდმივად ატრიალებს კადრებს, თქვენთან გატარებულს წუთებს, ლამაზ მომენტებს და ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადის ეს ადამიანი და თითქოს შორიდან გაკვირდებათ, შორიდან აკვირდება, როგორ გრძნობთ თავს, შეიძლება ეს სოციალური ქსელით ხდებოდეს, იმიტომ რომ ფაქტი აქ მიჩვენებს, რომ თქვენგან მოშორებით არის ეს ადამიანი. კიდევ ერთხელ რა ემოციები აქვს ამ ადამიანს? აქვს ნამდვილად ემოციები, თქვენ იყავით მისთვის მთელი სამყარო, მას, როდესაც ის თქვენთან იყო, თვლიდა, რომ სამყაროს მფლობელი იყო და აქედან გამომდინარე ახლა ეს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს. ეს ადამიანი მონატრებით იტანჯება ახლა და ამჟამად. მადლობა მეორეებო თქვენთ და მე ველი თქვენს კომენტარებს, მე კი გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.